მოგესალმებით ისევ ქუთაისიდან. ჩვენ განცხადება გავაკეთეთ მარისთან ერთად და ანისთან ერთად, რომ ჩვენ ვაკეთებთ ფასდაკლებას აი ამ ფილიალში. უყურეთ როგორ არის. ბიზნესი არის ბიზნესი. ფასდაკლება იქნება ერთი კვირა, მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისის ცენტრში. ქალბატონ ანასთან უნდა მოხვიდეთ და აქ შეიძინოთ ავტომობილი ფასდაკლებით. უყურეთ როგორ არის. არა აქვს მნიშვნელობა სადაური მაცხოვრებელია. იყოს გინდა თელავის, იყოს ზუგდიდის, აჭარის, არა აქვს მნიშვნელობა. თბილისის დავაკონკრეტოთ. თბილისის არა აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ბიზნეს თავისი წესები აქვს, ხომ არის? ამიტომ ქალბატონ ანას დაუკავშირდით და სწორად რო გაიგოს მაყურებელმა ამ ავტომობილებს ჩვენ მარტო ყიდით აი ამ ცენტრში. ქუთაისის ფილიალში ყიდით ერთი კვირის განმავლობაში იმ ფასებში, რა ფასით ჩვენ თქვით. ხო გასაგებად ვამბობ. დავაანონსეთ კი. აბა გაიმეორე. იმიტომ რომ შენი საუბარი უფრო მოსწონს ადამიანებს ვიდრე ჩემი და ჩემი მარტო მოსწონს ანი პენსიონერებს. შენი ყველას მოსწონს და მოდი აბა ახსენი კიდე. მოკლედ გავიმეორებ იმას, რომ ქუთაისის ფილიალში არის აქცია, ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე რომელ მოდელებზე მოქმედებს ეს აქცია და ეს ყველა კუთხის წარმომადგენელს შეგიძლიათ მობრძანდეთ აქ თბილისიდან, აჭარიდან, კახეთიდან არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ აქცია ამ კონკრეტულ ფილიალში მოქმედებს და თქვენ საიდან ხართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ეს არის ქუთაისში, გავიმეორებ, თაბუკაშვილის 96 ნომერში. აცო, 100-დან 90 წელს რომ 90 წერს რომ ანი რა ლამაზი გოგოა, თბილისელ გოგოებს ჯობია. იცია? ჩვენ 100-დან კი არ ამოგვირჩევი ეს გოგო. ეს გოგო ამოვირჩიეთ 10,000-დან, 20,000-დან. და ამიტომ ამ ლამაზ გოგოსთან უნდა მოხვიდეთ, რომ ავტომობილი შეიძინოთ. ჩვეულებრივი 10 წლიანი გარანტია ექნება და ჩვეულებრივი ავტომობილებია, რაც არის თბილისში. საუკეთესო ავტომობილები მყავს ქუთაისის ცენტრში. აი წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომობილი გავყიდეთ. რამდენი დაჯავშნულია და ამ აქციიდან გამომდინარე, რაც გავყიდეთ, ორჯერ მეტი გაიყიდება, იმიტომ რომ გუშინ 2 დღე ავთქვით და 4, 5, 6 ავტომობილი დაჯავშნულია. ამიტომ მეც არ მივდივარ, თქვათ, დავრჩი აქ, ვინაიდან ეს არ არის თამაში, ხო? ბიზნეს თავისი წესები აქვს, ხო ანი? ამიტომ რასაც ვიტყვით, ის უნდა გავაკეთოთ. ახლა რაც შეეხება ელექტრომობილს, ჩვენ ვამბობთ რომ ელექტრომობილის დრო მოვიდა. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ ჩინეთი ელექტრო იზია, ავტომობილები არის საუკეთესო გარანტიით და აი ეს ავტომობილი, რომელზეც ჩვენ ახლა ვამბობთ, აი ეს ავტომობილი, აი ეს. აი მითხარით, რომელი არის აი მსგავსი ავტომობილი, ხო? ანი, მარი მსგავსი ავტომობილი ჯერ არ არის. აი მითხარით, რატომ არ გამოუშვა სხვა ავტომწარმოებელმა მსგავსი მანქანა? აი ეს ავტომობილი დღეს მსოფლიოში ნომერ 1 ავტომობილად ითვლება. ეს არის ავატარი 25 წლის. შავი სალონით ეს ესეთ ის არის, რომ აწევა, დაწევა 4-4-ზე. ამ ავტომობილს აქვს ყველაფერი. აი ახლა ამას მაგალითად, აი ეს რომ მე შემაყვანია გერმანიაში. აი რა იღირება. გერმანიაში, აი რა იღირება ეს ავტომობილი. ალბათ ძალიან ძველი უნდა წერდეს. ქალბატონო ანი, უყურეთ როგორ არის. ავტომ წარმოებლის უმრავლესობა 99% უკვე 99% ის ვიღაცა
აბაშის იქით რო არ არის ნამყოფი და იძახის კაცო ჩინეთში 99% BMW, Mercedes-ი, Lamborghini, რამ ავტომობილი გინდა ავიღოთ, უკვე გადავიდა ჩინეთში. ქარხნები არის იქ, წარმოება არის იქ და დიზაინერი ევროპას და ამერიკას სოფლიოში ყველაზე მაგარი დიზაინერები არ დარჩნენ. ყველა წავიდა ჩინეთში. ახლა ავიღოთ ეს ავტომობილი, აი ეს ავტომობილი ჯერ ვიზუალურად. მერე 700 თუ 800 კილომეტრს გადის, ხო? შენ წარმოიდგინე, ავტომობილს დატენი და ზეთი ამას არ უნდა და ბენზინი. და რატო უნდა ვიარო ახლა მე ისეთი მანქანით, რომელსაც ეს ყველაფერი ჭირდება, ხო? თან სუეცკად, ეკოლოგიურად, სუფთა და მაქსიმალურად გამარტივდა ცხოვრება. ქალბატონმა ნატალიამ დედაშენმა ეს არჩია შენთვის. ის გაბრაზდა. რო გითხარი, რომ ჯერ ამას არ გაჩუქებს მეთქი. გაბრაზდა და რა თმინდაო შენი? იმას რა ქვია? ზიკერიო, რა თმინდაო მე შენი ზიკერი რა თმინდაო და ავატარი მინდაო და დღეს თუ ფული ჩარიცხა ის ძალიან კარგი იქნება. ფული მოფრინავს ხო? მოდის ხო? უყურე, ფული წინასწარ გადაახტებიო, ყველაფერი და მერე გადაუფორმე. ფული რა გინდა? ფული ფუშდება, ხო? ფული ფუშდება, შეიძლება ხვალ ტრამპმა ფული შეცვალოს დოლარი. არის საუბარი რომ დოლარს ხო აქვს ნიშნები. ამის მთლიანად შეცვლა უნდა, იმიტომ რომ მოძრაობაში ფული არ არის. ხალხს სახში უდევს მეშოკებით ფული და მოძრაობაში არ არის. აი თქვენ როგორ წარმოიდგენთ, რამდენი პროცენტი იქნება მოძრაობაში, რომ არ არის ფული. მე გეტყვით, 20% ფული მოძრაობაში არ არის. დოლარი. ბიზნესმენებმა უკეთესად იცით. მე შენ გახსენებ ტესლას მეპატრონე. ჭკვიანი კაცია. რა ქვიაო თქვი? ილონა, ხო? ხო, ილონას გაცნობა ხო გინდა? აი უყურე, ილონა რო საქართველოში ჩამოვიდეს და ჩვენი ცენტრი დაათვალიეროს. ამას თქვენ წარმოიდგენთ? არა, მაგრამ შესაძლებელია. აი უყურე, 4-ჯერ ჩვენ ერთად შევხვდით მის უდიდეს ცენტრში დუბაიში. ის არის ჩვეულებრივი ტიპი. ის გასწრებით კაც არ უნახია. ის არის ტიპი, რომელიც დიდ ფულს შოულობს და ამით кайფობს. და ხარჯავს კიდევაც. ყოველ დღე ავტომობილებს როგორ აუმჯობესებს. დღეს ტრამპის პირადი მრჩეველი არის ეს ადამიანი. და ეს ადამიანი თუ მე საქართველოში არ ჩამოიყვანე, მაშინ მე თქვენ არ დამიძახოთ. მე აი თქვენ ნახეთ ისეთი რამე უყურეთ. თქვენ ისეთი რამე გაგიგიათ, რომ გელა ბარკალაიამ თქვა და არ გააკეთა ან ვერ გააკეთა, ხო? ეს არის კარგი ტიპი, თავისებური ტიპია, ხო? ერთ მშვენიერ დღეს ის ჩამოვა. ან თურქეთში უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ცენტრი კეთდება თურქეთში ტესლასი და კიდე სხვადასხვა ავტომობილების და ხშირად სოფლიო გამოფენაზე არის დუბაიში და მე მას ვთხოვ, რომ გოგოებს უნდა შენი გაცნობა. მე განსაკუთრებით. ხوار გაყვები იქით. შენ არ უნდა გაგაცნო, იმიტომ რომ საშიშია. საშიშია, მე რო თქვა რომ მე მინდა წასვლა ამერიკაშიო. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის კარგი გაგებით, რომ ჩვენი ბიზნესი ვაკეთოთ, ავტომობილები გავყიდოთ. და ჩვენ ამით კმაყოფილი ვართ, ხო? აი ქუთაისში ვართ რამდენი დღეა, ხო? დიდხანს დავრჩები და იმერეთში ყველაზე მაგარ სცენს ავაშენებ. მე მინდა აქვე ვისარგებლო მომენტით და ჩვენ გუშინ ქალაქის მერსად შევხვდით. ზუსტად მაგას ფიქრობდი ახლა. ძალიან კარგი პიროვნებაა. დასახელი სახლი და უარი? ირემაშვილი. ბატონი ირემაშვილი ძალიან კარგი კაცია და გითხრა რომ თუ ჩვენ რამეში გჭირდებით თქვენს გვერდზე ვდგავართ.
აი ესეთი უნდა იყოს ადამიანი, კი არ უნდა იმალებოდეს ჩვეულებრივად წუხელ ერთ ადგილზე შევიკრიფეთ, ეს ადამიანიც მოვიდა და თქვა, ოღონდ ქუთაისში გააკეთეთ და აგერ ვარ მეო. იყო თუ არა? აი ესე უნდა იყოს ყველა ქალაქის მერი იქნება თუ გუბერნატორი. ხალხს უნდა მიხედვა და ბიზნესმენებს უნდა მოტივი არ უნდა დაიმალონ, ხო? ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აი ეს სიტყვა დიდ რამეს ნიშნავს. მობრძანდით, ავტომობილები გელოდებიან ფას დაკლებით. გისურვებ ანი წარმატებას, რო უწერთ კაი გოგოა, თბილისელ გოგოებს ჯებიაო. მოდი ბიზია და იყიდე ანისგან ავტომობილი. აბა, კარგად.